როგორ მუშაობს პრაქტიკაში მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი. იურისტების ნაწილის შეფასებით კანონმა ბიუროკრატიული ბარიერები გაზარდა, განსაკუთრებული გამოწვევა კი უცხოური კაპიტალის ან რთული პარტნიორული ურთიერთობის მქონე კომპანიებს შეექმნათ. მათ შორის ისეთ ბიზნეს სუბიექტებს, სადაც მეწილეებს შორის გარკვეული დავაა. ბიუროკრატიული სირთულეების და არაერთგვაროვანი პრაქტიკის გამო ბევრ ოპერირებად კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა. იმ კომპანიებს, რომლებმაც მონაცემები ვერ განაახლეს, ერთი წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაეწყებათ. თუმცა კანონში ამ მიმართულებით ბუნდოვანებაა. როგორც წარიმართება იმ კომპანიების ლიკვიდაცია, რომელთაც აქტივები ან საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ. როგორ მუშაობს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი და რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესი საჯარო რეესტრთან ურთიერთობისას. ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა გისმენთ. მოგესალმები ელენე, მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის აღმოქმედებამ და რეგისტრირებული მონაცემების განახლების ვალდებულებამ, როგორც ჩანს, ბიზნეს სექტორს გარკვეული პრობლემები შეექმნა. იურიდიულ კომპანიებში განმარტავენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერების და არაერთგვაროვანი პრაქტიკის გამო ბევრ ოპერირებად კომპანიას საქმიანობა ფაქტობრივად შეუჩერდა. საუბარია კომპანიებზე, რომელთაც 1 აპრილამდე ვერ მოახერხეს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და რეგისტრაცია ზვად რამდენჯერმე გადაიწია, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიების ნაწილმა, როგორც ვთქვით, ვერ მოახერხა სადამფუძნებლო დოკუმენტაციების მოწესრიგება, რის შედეგადაც მათ ოპერირება ფაქტობრივად შეუჩერდათ. დირექტორების უფლებამოსილება შეწყდა და ასევე საბანკო ოპერაციების განხორციელებაც მათ შეეზღუდათ. იურისტების განმარტებით ეს ერთი მხრივ იყო უშუალოდ მეწარმე სუბიექტების დაუდევრობაც, რომ დედლაინამდე არ იჩქარეს დოკუმენტაციის მოწესრიგება, თუმცა მეორე მხრივ სამეწარმეო რეესტრის მხრიდანაც იყო არაერთგვაროვანი მიდგომა, პროცესების გაჭიანურება და გართულება, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნეს სუბიექტები აზარალა. პრობლემები კი ყველაზე მწვავედ იმ კომპანიებში ვლინდება, რომელთა პარტნიორები ან დირექტორები უცხოური იურიდიული და ფიზიკური პირები არიან. საჯარო რეესტრი ითხოვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემულ ამონაწერებს და კორპორატიულ დოკუმენტაციას, რაც ხშირად სირთულებთან არის დაკავშირებული. რეესტრის პრაქტიკა გულწრფელად რომ ვთქვათ, განჭვეტადი ვერ არის. ამას კიდევ ერთხელ გარკვეული ობიექტური ახსნა შეიძლება ჰქონდეს იმ თვალსაზრისით, რომ ბევრი აპლიკაცია, ბევრი განაცხადი არის წარდგენილი და როგორც ჩანს, რეესტრის რესურსი არ იყო ამისთვის მზად, რაც გარკვეულწილად გასაგებია. არის კომპანიები, რომელსაც ობიექტურად არ ჰქონდათ შესაძლებლობა ამ კომპანიებს, რომ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა წესდების სადამფუძნებლო დოკუმენტებისა მოეხდინათ, იმიტომ რომ დავაში არის სხვა პარტნიორთან და ამიტომ ეს გარკვეულწილად სირთულეს იწვევს. ეხლა რა ბედი ეწევათ ამ კომპანიებს? მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ბუნებრივია, ხო, რეესტრის პრაქტიკის განჭვეტადობაზე ვისაუბრეთ და ეხლა ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვანია, რომ სწორი კოორდინაცია, კომუნიკაცია მოხდეს რეესტრთან. ეს ერთი და მეორე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს, ეს შეიძლება იყოს, თქვათ, კომპანიის ლიკვიდაციის დაწყება. ეს ამას ამბობს კანონი, რომ თუ არ მოხდება კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, წესდების შესაბამისობის უზრუნველყოფა, შემდგომ შესაძლებელი ლიკვიდაციის წარმოებაც იქნას დაწყებული. ხო, ეხლა ეს არის ყველაზე ნეგატიური განვითარება. თუ ადგილობრივი კომპანიის პარტნიორი არის უცხოური იურიდიული პირი, ამ უცხოურმა იურიდიულმა პირმა ბოლო 6 თვის ამონაწერი და კორპორატიული დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს იმისთვის, რომ ჩაითვალოს, რომ ეს დოკუმენტაცია არის, ასე ვთქვათ, მისაღები სამეწარმეო რეესტრისთვის, ანუ ძველი ადრე ჩაბარებულ დოკუმენტაციას როგორც წესი არ ეყრდნობიან. და ზოგადად პროცედურულად და პროცესი საკმაოდ რთულდება ხოლმე, ვინაიდან სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია, ინფორმაცია იგზავნება იქიდან. ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ამერიკიდან გამოგზავნილ დოკუმენტაციას საკმაოდ ესე უყურებენ ეჭვის თვალით. არის რიგი შემთხვევები, რომლებმაც საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა არსებული, ასე ვთქვათ, ოპერირებადი კომპანიის საქმიანობის შეჩერებას, იმიტომ რომ ბანკის ანგარიშთან წვდომა შეუჩერდა დირექტორს, შემოსავლების სამსახურის პორტალზე წვდომა შეუჩერდათ შესაბამის პირებს და მიმდინარე დეკლარაციები, იყო შემთხვევები, რომ მიმდინარე დეკლარაციების წარდგენაც ვერ შეძლეს. კანონის თანახმად იმ კომპანიებს, რომელთაც მონაცემები ვერ განაახლეს, ერთი წლის შემდეგ ლიკვიდაციის პროცესი დაიწყება, თუმცა იურისტები ამ პროცესის ბუნდოვანებაზეც ამახვილებენ ყურადღებას, ვინაიდან კანონში დეტალურად არ არის გაწერილი, როგორ წარიმართება იმ კომპანიების ლიკვიდაცია, რომელთაც აქტივები ქონება თუ საგადასახადო ვალდებულებები გააჩნიათ, ეს პროცესი კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც იურისტები განმარტავენ, ლიკვიდაცია საგადასახადო ვალდებულებების გაუსტუმრებლად ვერ წარიმართება, მომავალში კი ამ პროცესმა შესაძლოა სასამართლოში მიმართვიანობა გაზარდოს. საბოლოო შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურად არის გაწერილი კანონში, რომ თუ არც ერთი წლის განმავლობაში არ განაახლე და არც არაფერი არ ქენი, საბოლოო ჯამში რომ რეგისტრაცია უქმდება, ეს ლოგიკურია, მაგრამ
ცოტა ალოგიკური არის ის თუ როგორ უნდა მოხდეს. უბრალოდ განჭვრეტა სარექვემდებარება ყოველ შემთხვევაში არის რიგი შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ჩანაწერი რომ 1 წლის მერე ლიკვიდაცია მოხდება, არასაკმარისია, იმიტომ რომ თუ კომპანიას აქვს ან აქტივი, ან პირიქით ვალდებულება, აქ ლიკვიდაცია არ არის მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის ფუნქცია და ვერ იქნება. აქ სხვადასხვა პირების და ორგანოების ჩართვა არის აუცილებელი და სხვადასხვა პროცესი მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით და აი ეს როგორ მოხდება, ვიტყოდი რომ ჰაერშია ამ ეტაპზე გამოკიდებული. მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნებთან ამ დროისთვის დაახლოებით 414,000 ბიზნეს სუბიექტის სარეგისტრაციო მონაცემებია შესაბამისობაში მოყვანილი. მთავრობის ანგარიშის თანახმად, ახალი კანონი საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდა და კომპანიებს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება დაევალათ, მათ შორის იყო პარტნიორთა, აქციონერთა და დირექტორთა შესახებ მონაცემების განახლება, ასევე საწარმოების სამართლებრივი ფორმების შესაბამისობაში მოყვანა, წესდებების გადამუშავება და რეესტრში ინფორმაციის დაზუსტება. მთავარ მიზნად კი ბიზნესის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება იყო დასახელებული ამ საკითხებზე. უფრო ვრცლად 19 საათიან გამოშვებაში გიამბობთ. მადლობა ეკა გაზდელიან სუსმედით პირდაპირ ეთერში.